რაც შეეხება 17 მაისის ასტროპროგნოზს, ამის მოსმენის საშუალებაც გვაქვს აქ დაახლავე, რადგანაც ნინა სუსლოვამ უკვე მოგვიმზადა რა გაწყობებით არიან დღეს ჩვენი მისამართით ვარსკვლავები. აბა ვნახოთ. დილამშვიდობის საქართველო, დღეს 17 ივნისია, სამშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და ეს დღე საკმაოდ აქტიური, ენერგიული იქნება. მთავარია რომ იყოთ მიზანსწრაფულები. შეგიძლიათ ძალის დემონსტრირება, მთავარია რომ არ იყოთ პასიურები. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო. თქვენ შემთხვევაში ეს დღე საკმაოდ საინტერესო იქნება კარიერული მიმართულებით. შესაძლოა რომ თქვენი ავტორიტეტი გაიმყაროთ, შეიძლება რომ ახალი ნაბიჯები გადადგათ. გარდა ამისა, შესაძლოა რომ ძალიან საინტერესო პერსპექტივები გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. მთავარია რომ არ იყოთ ემოციებს. იაზროვნეთ რაციონალურად და ყველაფერს ძალიან მარტივად მიაღწევთ. კურვებო, იდეალური დღე არის სწავლისთვის ან რაღაც ახლის დასაწყებად. გარდა ამისა, შეგიძლიათ რომ დაუბრუნდეთ წარსულ ქმედებებსაც, შესაძლოა რაღაც ახალი აღმოაჩინოთ ან სხვანაირად შეხედოთ თქვენს წარსულ გამოცდილებას. ამასთან ერთად, კარგი დღე არის მოგზაურობის დასაგეგმად. შეგიძლიათ რომ რაღაც ახალი ნაბიჯები გადადგათ თქვენი სურვილების მისაღწევად. რაც შეგეხება თქვენ ტყუპებო, დღეს უმჯობესია რომ არ იყოთ ზედმეტად აქტიურები. ამასთან ერთად, კარგი იქნება თუ დააკვირდებით თქვენ სირგულმყოფ ადამიანებს. შესაძლოა რომ რაღაც ისეთი დაინახოთ, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. თუმცა ინტუიცია გიკარნახებთ, ვის ენდოთ და ვის არა. ამასთან ერთად ძალიან კარგი იქნება ფინანსური საკითხების მოგვარება. კითხებებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ ემოციური იქნება, განსაკუთრებით პირადი ურთიერთობების კუთხით. შეეცადეთ რომ დაიჭიროთ ბალანსი, შეეცადეთ რომ მოусმინოთ, გაუგოთ და ამ შემთხვევაში თქვენც მეტად გახსნილები და გულახდილები იყავით თქვენს მეორე ნახევართან მიმართებაში. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერი სახის ურთიერთობას, როგორც პირადს, ასევე საქმიან ურთიერთობებსაც, რადგან დღეს დაპირისპირება შესაძლოა რომ ძალიან ცუდად დაისახოს თქვენზე. ლომებო, დღეს გჭირდებათ ორგანიზებულობა. შეეცადეთ რომ დღის გეგმა წინასწარ განსაზღვროთ, რადგან არის იმის ალბათობა რომ რაღაც გარკვეული დეტალები შეიცვლება. შესაბამისად, უმჯობესი იქნება თუ მნიშვნელოვან საქმეებს დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. ამასთან ერთად, კარგი იქნება რაიმე შემოქმედებით თუ დაკავდებით, რადგან დღევანდელი დღე მოგცემთ შესაძლებლობას თქვენი ნიჭიდან შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოამჟღავნოთ. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, დღეს თქვენი დღის წესრიგშიც დგება პარტნიორული ურთიერთობები. შესაძლოა ახალი ადამიანების გამოჩენა, შესაძლოა რაღაც ახალი შესაძლებლობები. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ თქვენს ინტუიციას დაეყრდნოთ, რადგან ის სწორად გიკარნახებთ, ვის შეგიძლიათ ენდოთ და ვის არა. ამასთან ერთად, იმ შემთხვევაში თუ გყავთ შვილები, შეეცადეთ რომ მეტი დრო და ყურადღება მათ დაუთმოთ. სასწორებისთვის კარგი იქნება დღევანდელი დღის დათმობა საოჯახო საქმიანობისთვის. შეეცადეთ რომ რაღაც გააუმჯობესოთ, მეტი კომფორტი შემოიტანოთ. ამასთან ერთად, იზრუნეთ საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე. მოკლედ, კარგი იქნება თუ ბალანსს იპოვით საკუთარ თავთან მიმართებაში. ნებისმიერი ქმედება, რომელსაც განახორციელებთ, აუცილებლად უნდა იყოს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. მორიელებო, დღევანდელი დღე თქვენ საკმაოდ აქტიური იქნება. ნებისმიერი მოლაპარაკება, შეხვედრა თუ რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერა თქვენთვის დღეს ხელსაყრელი იქნება. შეგიძლიათ რომ გადადგათ ახალი ნაბიჯები. მოკლედ, თუ კი რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ, შეგიძლიათ რომ ეს დღე გამოიყენოთ ამ ყველაფრის გადასაწყვეტად, ან თუნდაც დასაგეგმად. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, კარგი იქნება თუ გადახედავთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. შეეცადეთ რომ რაღაც კონკრეტული ცვლილებები შეიტანოთ, ან თუნდაც რაღაც გამოასწოროთ. მოკლედ, დღევანდელი დღე მოგცემთ შესაძლებლობას რაღაც გარკვეული დეტალები თქვენს ცხოვრებაში გამოასწოროთ. რასაკვირველია, თქვენ სასიკეთოდ შეგიძლიათ რომ ერთგვარი ანალიზი გაუკეთოთ, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით და თუ თვლით რომ რაიმე შესაძლებელი გაქვთ, შეგიძლიათ რომ დღეს ამ მიმართულებით დაიწყოთ მოქმედება. დღის რქებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იქნება, განსაკუთრებით პიროვნული განვითარების კუთხით. შეგიძლიათ რომ რაღაც ახალი შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, ან რაღაც ახალი ნაბიჯები გადადგათ. მოკლედ, ძალიან კარგი დღე არის იმისთვის, რომ განვითარდეთ და თქვენს თავს რაღაც ახალი ასწავლოთ. ამასთან ერთად, შესაძლოა რომ თქვენი რჩევები დასჭირდეთ თქვენს მეგობრებს, ახლობელ ადამიანებს. შეეცადეთ რომ მაქსიმალურად დაეხმაროთ და დახმარების ხელი გაუწოდოთ მათ. მერწყულებო, თქვენ შესაძლოა რომ უფრო მეტად ემოციურები იყოთ. რაღაც მომენტში თითქოს გჭირდებათ განმარტოვება და ენერგიის აღდგენა. დღეს არ არის თქვენთვის სასურველი ბევრი საქმის აღება საკუთარ თავზე ან რაიმე რუტინული საქმიანობის შესრულება. თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, შეეცადეთ რომ განიტვირთოთ, განმარტოვდეთ და დღევანდელი დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. ხო, რაც შეგეხება თქვენ თავზებო, დღევანდელი დღე თქვენ საკმაოდ აქტიური იქნება. შესაძლოა შეხვდეთ მეგობრებს. მოკლედ, დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ და მრავალფეროვნად გაატაროთ. შესაძლოა ახალი ადამიანების გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში. ამასთან ერთად, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში რაღაც გარკვეულ გავლენას მოახდენენ. იყავით დაკვირვებულები და ფრთხილები, თუმცა შეეცადეთ რომ დღევანდელი დღეს ენერგია მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.